თქვენ ახლა ვიმყოფებით ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია სავის ოფისში და ამჯერად კომპანია სავიზე უნდა მოგიყვეთ უფრო ცვლად და დეტალურად და მის აღმასრულებელ დირექტორს მასპინძლობთ პირდაპირ ეთერში ხატია დევაძე არის ჩვენთან ერთად რომელიც პრინციპში თავადვე ხართ ჩვენი მასპინძელი და ძალიან დიდი მადლობა მისთვის ხატია მინდა რომ პრინციპში თავის ძალიან კარგად იცნობს ჩვენი სხვადასხვა ეთერიდან მაყურებელი და წარდგენა და გაცნობა დიდად არ ჭირდება. ამიტომ უშუალოდ წლის შეჯამებით მინდა რომ დავიწყო გავხსნა ჩვენი ინტერვიუ 2024 წელი აღნიშნა მარიამაც გადაცემის პირველ ნაწილში რომ იყო ძალიან საინტერესო წელი თქვენთვის. ახლა თქვენ უნდა ჩაგვიშალოთ დეტალებში და განგვიმარტოთ რას გულისხმობს აი ეს საინტერესოობა. მადლობა პირველ რიგში ასევე თქვენ მოწვევისთვის და იმისთვის რომ გვესტუმრეთ. რაც შეეხება შეჯამებას, მოდი ორ ნაწილად გავყოფ ჩვენი 2024 წლის ნაბიჯებს, რაც გადავდგით. ადგილობრივ ბაზარზე საკმაოდ ესეთი მნიშვნელოვანი ცვლილებები გვაქვს. სავის ფარგლებში მინდა რომ გამოვყო ყველაზე მნიშვნელოვანი, ეს არის ექსპორტ მენეჯმენტის სერვისის დამატება. სავისთვის ეს არის ახალი მიმართულება და ამ სერვისით გვინდა რომ უფრო მეტად შევუწყოთ ხელი ადგილობრივი ბიზნესების განვითარებას იმ კუთხით, რომ მეტად აითვისონ საექსპორტო ბაზარი და განვითარდნენ. მოდი მეორეზე არ გადავიდეთ, ჯერ იმიტომ რომ ძალიან საინტერესო თემა წამოწიეთ ახლა ექსპორტის მენეჯერი. აი რას გულისხმობს ზოგადად აი ეს მომსახურება, რაც დაამატეთ, ვისთვის არის მიმართული? ეს არის კონკრეტული სეგმენტის კომპანიები, რომ ვთქვათ იყოს რაღაცა ბრუნვის მაჩვენებელს კონდეს, ასე ვთქვათ კრიტერიუმებში გავლენა, კონდეს ზომას კომპანიის, კონდეს ასე ვთქვათ მიმართულებას ექსპორტს რა მიმართულებით ახორციელებს თუ აი ვისთვის იქნება და როგორი რა ფორმით იქნება ეს ყველაფერი? ეს სერვისი გულისხმობს ექსპორტ მენეჯმენტის, ასე ვთქვათ, აუთსორს კადრის შეთავაზებას კომპანიებისთვის. ამ შემთხვევაში ჩვენ არაერთხელ გვითქვამთ და BMG-ს მაყურებელიც ჩვენ სერვისებს დარწმუნებული ვარ ძალიან კარგად იცნობს. ჩვენ არ ვართ კომპანია, რომელიც ბრუნვით ვაფასებთ კომპანიებთან შევალთ, ვთქვათ, ჩვენი სერვისით თუ არ შევალთ. მით უმეტეს ექსპორტ მენეჯმენტის ეს ჩვენი სერვისი ორიენტირებულია იმ კომპანიებზე და იმ ბიზნესებზე, რომელთაც სურთ რომ თავისი პროდუქტი ფართო არეალზე, ბაზარზე გაიტანონ. ამ შემთხვევაში ისევე როგორც ვთქვათ, სხვა საკონსულტაციო სერვისების გაწევის ფარგლებში ვიქცევით, ამ შემთხვევაშიც ჩვენ შევდივართ კომპანიაში, ვაფასებთ რამდენად შეუძლიათ კონკრეტული ბაზრის ათვისება, ვეხმარებით სხვადასხვა სტრატეგიებით, რომ გაიტანონ კონკრეტულ ბაზარზე თავისი პროდუქტი და შემდეგ ასე ვთქვათ, ხანგრძლივად მივყვებით ამ პროცესს. ანუ ეს არ არის ერთჯერადი სერვისი, რომელთაც მაგალითად ერთ-ერთ ბაზარზე შესვლაში დავეხმარეთ, ესე ვთქვათ, შეიძლება ჩვენი სერვისი გაგრძელდეს, განგრძობითი ხასიათის იყოს და მათ შორის რეალიზაციის ეტაპზეც გადაყვეს. შესაძლოა ჩვენი სერვისები ზოგადად არის ძალიან მორგებული კლიენტის საჭიროებას, ანუ ესეთი უნიფიცირებული მიდგომა, რომ ყველას ვთქვათ ერთნაირად ვთავაზობთ რაღაც კონკრეტულ სერვისს, ასე არ არის. კლიენტის საჭიროებიდან გამომდინარე, ჩვენი სერვისი ერგება კლიენტს. ამ შემთხვევაშიც ექსპორტ მენეჯმენტის სერვისიც არ არის გამონაკლისი და იმის მიხედვით სად ჭირდება ჩვენი დახმარება ჩვენს მომხმარებელს, იმ ნაწილში ვერთვებით. კი ბატონო და აი ამ თვალსაზრისით ასე ვთქვათ რა საჭიროებამ დაგანახათ რომ იყო მომართვიანობა, იყო გარკვეული პრობლემები, რასაც აწყდებოდნენ ექსპორტიორები თუ ასე ვთქვათ რამ განაპირობა? ექსპორტ მენეჯერი ზოგადად ესეთი მრავალმხრივი შეიძლება ითქვას კადრია და ჩვენ რასაც ვუყურებდით ადგილობრივ ბაზარზე არიან კომპანიები, ვისაც აქვს პოტენციალი რომ განვითარდეს და მას განვითარებას ვეძახით ვთქვათ სხვა ბაზრები აითვისოს, თუმცა ყველას არ ყავს კადრი, ექსპორტ მენეჯერის კადრი. ისევე როგორც შეიძლება ვთქვათ ეს გავავრცელოთ სხვა სერვისებზე, რომ არ ყავთ ფინანსური მენეჯერი, რომელიც ვთქვათ სხვადასხვა მიმართულებით შეაფასებს კომპანიის მდგომარეობას. იგივე იყო ექსპორტის შემთხვევაშიც. ქონდა პოტენციალი კომპანიას, თუმცა არ ყავდა ექსპორტ მენეჯერი, რომელიც ამ ყველაფერს ვთქვათ ხორცს შეასხამდა. შესაბამისად, ჩვენც ვიფიქრეთ და გადავწყვიტეთ, რომ ეს მიმართულება უნდა დაგვემატებინა, რომ აი რაღაცა ყველა მხრივ ჩვენი სერვისით ეს კომპეტენცია, რაც დაგროვილი გვაქვს ამ მიმართულებით,
ასე ვთქვათ, მიგვემართა ამგვარი კომპანიების განვითარებას. გამოჩნდნენ უკვე დაინტერესებული. კი, გამოჩნდნენ, ძალიან აქტიურად თანამშრომლობთ. მიმართულებაც თუ გამოიკვეთა? მიმართულებები არის ძალიან მრავალფეროვანი, შეიძლება ითქვას, რა თქმა უნდა, პროდუქტზე გვაქვს აქცენტი ყველაზე ხშირად და ამ შემთხვევაში პროდუქტის ექსპორტზე ვაკეთებთ ასე ვთქვათ აქცენტს. თუმცა წარმოების კუთხით, ანუ აი რა პროდუქტი იქნება, ძალიან მრავალფეროვანია და ჩვენი პორტფელიც ამ მიმართულებით დღითი დღე ვითარდება, შეიძლება ითქვას. კი ბატონო, და გადავიდეთ უკვე მეორე სიახლეზე, რომელიც კი ბატონო, მე ვეცდები, რომ ისეთი მნიშვნელოვანი ნაწილები გამოვყვა და იმიტომ რომ რაღაცა ძალიან ბევრი სიახლე გვქონდა 2024 წლის განმავლობაში, მათ შორის საერთაშორისო ასპარეზზეც. ადგილობრივ ბაზარს რაც შეეხება, აქაც მინდა რომ ხაზი გავუსვა, რომ ბოლო 2 წელია ჩვენი აქცენტი გაკეთებული არის ისეთი პროექტების განხორციელებაზე, რომელიც მეტად ეხება ბიზნესების სტრატეგიულ განვითარებას, თქვათ, ოპერაციების რელოკაციას. ამ კუთხით ძალიან ვცდილობთ, რომ საქართველოს, თქვათ, უპირატესობა, თქვათ, ლოჯისტიკის მიმართულებით, ბაზარზე ხელმისაწვდომობის მიმართულებით და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით გამოვიყენოთ და შესაბამისად დავეხმაროთ კომპანიებს, რომ თავისი ოპერაციების რელოკაცია მოახდინონ. ამ კუთხით ჩვენ ესეთი როლი გვაქვს ხოლმე მსგავს პროექტებში, რომ უფრო საინვესტიციო შესაძლებლობების დანახვაში ვეხმარებით კლიენტ კომპანიებს, ვუმზადებთ მათ საინვესტიციო თიზერებს და შემდეგ ვთქვათ ამ პროცესში მივყვებით. გარდა ამისა, აქ საერთაშორისო კუთხითაც ვიტყვი, რაც განსაკუთრებული სიახლე შეიძლება ითქვას. მოგუყავით ამ ექსპანსიის შესახებ და ზოგადად აი რა პროცესთან გვაქვს საქმე, როდესაც ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია გადის საზღვრებს მიღმა და რა პრინციპით ხდება უკვე იქ ოპერირება? ხდებიან კომპანიები და მათგან წამოსული მოთხოვნა მგიბიძგათ რომ გასულიყავით თუ გადიხართ და შემდეგ უკვე იკვლევთ ბაზარს და აქეთ ეძებთ ასე ვთქვათ პარტნიორებს? ჩვენ ესეთი როგორ ვთქვა, ხანგრძლივი და არაერთი ვიზიტი გვქონდა და ეს ეხება უზბეკეთს. ამ შემთხვევაში უზბეკეთის ბაზარზე გაფართოებას გულისხმობ. 2024 წელს დავიწყეთ უკვე ეს პროცესი ოფიციალურად, სავი გაფართოვდა უზბეკეთში, პროექტზეც მოგიყვებით, გვქონდა ერთ-ერთი, ჩემთვის ყველაზე ესეთი მნიშვნელოვანი პროექტი ამ მიმართულებით. რაც შეეხება როგორ მივედით აქამდე, იყო არაერთი ვიზიტი ჩვენი მხრიდან, რომ შეგვეფასებინა რამდენად ეს ბაზარი იყო ჩვენთვისაც შესაძლებლობების მომტანი, ასე ვთქვათ, რომ რაღაც კუთხით ჩვენი სერვისი შეგვეთავაზებინა. აღმოჩნდა, რომ დაინტერესება არის მაღალი საკონსულტაციო სერვისების, შესაბამისად გადავწყვიტეთ, რომ ამ მიმართულებით უნდა გავფართოვებულიყავით და გვქონდა კიდეც ძალიან საინტერესო პროექტი, მათ შორის Wolf-თან თანამშრომლობით. ცოტა ხნის წინ ჩავხურეთ ეს პროექტი, რომელიც ეხებოდა ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის, ეს იყო ქალთა მეწარმეობრივი უნარების განვითარება. შესაბამისად, ჩვენმა გუნდმაც საკმაოდ კარგი გამოჩნდება მიიღო უზბეკი ადგილობრივი ქალი მეწარმეებისგან, აი როგორ ხედავენ ისინი ბიზნესს ზოგადად. და დარწმუნებული ვარ, რომ არ გაჩერდებით უზბეკეთზე. საითკენ არის ახლა სწორება აღებული საერთაშორისო ექსპანსიის მიმართულებით? ამ კუთხით ჩვენ გვაქვს გამოჩნდება სხვადასხვა ქვეყნებში, ამ შემთხვევაში უკვე ევროპულ ქვეყნებს გულისხმობ პროექტების განხორციელების და შეიძლება ითქვას, რომ საფუძველი გვაქვს ჩაყრილი იმისთვის, რომ მეტი ვიზიტი განვახორციელოთ და დავიწყოთ. ამ ეტაპზე ვართ როგორ ვთქვათ, ნიადაგის მოსინჯვის ეტაპზე შეიძლება ითქვას, რამოდენიმე ქვეყანაში ვფიქრობთ, რომ უფრო მეტად გავიმყაროთ ჩვენი პოზიციები სხვადასხვა პროექტების ფარგლებში და შემდეგ უკვე ოფიციალურ გაფართოებაზეც აუცილებლად ვიზრუნებთ და ვიფიქრებთ ევროპული ქვეყნებისკენაც. სანამ აქეთ ამ მიმართულებით გადაიდგმება ნაბიჯები და ევროპულ ქვეყნებს ერთი მეორეს მიყოლებით აითვისებ და დარწმუნებული ვარ ეს დროის გარკვეულ პერიოდში აუცილებლად იქნება, რა ხდება ადგილობრივ ბაზარზე? საქართველოში როგორი ტემპი გაქვთ განვითარების აკრეფილი, მათ შორის წელიც როგორი იყო ეფექტიანობის თვალსაზრისით და ზრდის? კი, საკმაოდ კარგი, ესე ორი სიტყვით რომ შევაჯამოთ. ალბათ ამის პასუხიც არის ჩვენი განვითარება იმ კუთხით, რომ სერვისების
განყოფას ვახორციელებთ ეტაპობრივად, აი თუნდაც ექსპორტის მენეჯმენტი, რაზეც ვისაუბრეთ, ესეც გამოძახილი იყო იმის, რომ თქვათ ბაზრის ტემპისთვის აგვეწყო ფეხი, ხო? გამოიკვეთა, რომ ეს იყო საინტერესო, დავამატეთ, ამ კუთხითაც ავჩერდებით. ვფიქრობთ, რომ მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ ხელი ადგილობრივი ბიზნესების განვითარებას, იმიტომ რომ განვითარების ტემპიც არ არის დაბალი და საკმაოდ კარგად ვითარდება ბაზარი, შესაბამისად ამ მიმართულებითაც ნაბიჯებს ვდგამთ. განვითარების ტემპის გათვალისწინებით, რაც უფრო მეტია ზრდის მასშტაბი, შესაბამისად მეტი გამოწვევა იჩენს ხოლმე თავს და ბიზნესებს მეტი საჭიროება უდგებათ დღის წესრიგში. აქედან გამომდინარე, ძალიან საინტერესო არის, აი სავის პორტფელს რომ გადავხედოთ სერვისების თვალსაზრისით, რომელი მათგანი არის, ასე ვთქვათ, ყველაზე მოთხოვნადი რა და როგორ ჭირდებათ დღეს ბიზნესებს, რისი მიწოდება უნდათ ყველაზე მეტად? ჩვენი სერვისები არის, როგორ თქვა, განსხვავებული და განსაკუთრებული იქიდან გამომდინარე, რომ სერვისები გვაქვს იმგვარად შედგენილი, რომ სასიცოცხლო ციკლის ყველა ეტაპზე სავი არის საჭირო, შეიძლება ითქვას. იდეის დაბადებიდან შემდეგ უკვე საბოლოო რეალიზაცია. მაგალითად, შეიძლება დამწყები ბიზნესებისთვის ან ისეთი კომპანიებისთვის, რომლებიც გაფართოებაზე ზრუნავენ, ჩვენ გამოვჩნდეთ მაშინ, როცა მათ ჭირდებათ კვლევა ბაზრის ბიზნეს გეგმის შედგენა, ასევე დიდი კორპორაციებისთვის და პირობითად საინვესტიციო ფონდებისთვის შეიძლება ეს იყოს ფინანსური მენეჯმენტის სერვისი, რომელთაც ვეხმარებით, რომ ესეთი კომპლექსური გადაწყვეტილების პროცესში ფინანსურად შევაფასოთ. შესაბამისად, ჩვენი სერვისები, რადგან სასიცოცხლო ციკლის ყველა ეტაპს მოიცავს, შეიძლება ითქვას, პორტფელშიც გვყავს ისეთი კომპანიები, რომელთაც ვთავაზობთ ყველა მიმართულებით სერვისს. ესე კონკრეტული ერთი არ არის ჩვენი, ასე ვთქვათ, წამყვანი, რადგან ჩვენი მხრიდანაც და გუნდის მხრიდანაც მაქსიმალურად დიდ დროს და ენერგიას ვუთმობთ ყველა სერვისის ეფექტურ წარმართვას და შეთავაზებას. დღეს კლიენტების პორტფელსაც რომ შევხედოთ, რა მოცულობის პორტფელთან გვაქვს საქმე, რამდენად ზრდადია ეს რაოდენობა და რამდენად დივერსიფიცირებულია ინდუსტრიების მიხედვით? ბოლო წელს თუ შევაფასებთ, ბოლო წლიდან გამომდინარე საკმაოდ გაიზარდა, ვთქვათ, განსხვავებული კომპანიების და მრავალფეროვნება ზოგადად პორტფელში. ამას რა თქმა უნდა დაემატა ექსპორტის მიმართულებას და ამანაც ხელი შეუწყო, რომ უფრო მეტად გაზრდილიყო ჩვენი პორტფელი. ზოგადად რო ვაფასებთ, ვთქვათ, წლების განმავლობაში სერვისების დამატებით, ჩვენი აქცენტებით და იმ ბაზრის გამოძახილით, რასაც თქვათ, პასუხობთ, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი პორტფელი იზრდება ძალიან ეფექტურად და ზუსტად ეს გვაძლევს ალბათ იმის შესაძლებლობას, რომ სხვა ბაზრებზე და სხვა ლოკაციებზეც ვიზრუნოთ და ვიფიქროთ მომავალში. თუმცა ამის პარალელურად ჩნდებიან კიდეც კონკურენტები. აი ამ მიმართულებით ბოლო პერიოდში განსაკუთრებით მზარდია იმ კომპანიების რაოდენობა, რომლებიც ბიზნეს საკონსულტაციო სერვისს თავაზობენ. აი ამ კონკურენტულ გარემოში, რომელიც ნელ-ნელა ფეხს იკიდებს, შეიძლება ჯერ არ არის ისეთი მძლავრი კონკურენცია, რომ რაღაცა კომპანიაზე და მის ოპერირებაზე ეს აისახოს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ფონი თანდათანობით იქმნება და აი აქედან გამომდინარე, რა ქმნის დღეს ბრენდის მთავარ კონკურენტულ უპირატესობას, როგორ ინარჩუნებთ პოზიციას? კონკურენცია რა თქმა უნდა არის და ყოველთვის იქნება, მით უმეტეს ვთქვათ საკონსულტაციო სფეროში. თუმცა მე ვიტყოდი, რომ ჩვენი, ასე ვთქვათ, უნიკალურობა და განსაკუთრებულობა სავის არის ის, რომ ჩვენ ორიენტირებული ვართ მომხმარებლის და ამავდროულად თანამშრომლების საჭიროებაზე. ანუ ჩვენი სერვისების მიწოდების პროცესში მაქსიმალურად შემოქმედებითობას, ინოვაციურობას და თანამშრომლის ნებისმიერი გუნდის წევრის იდეების გენერირებას და ამ ყველაფრის განხორციელებას ძალიან დიდ დროს ვუთმობთ და ჩვენთვის არის ძალიან პრიორიტეტული. ხოლო თქვათ კლიენტებზე რომ დავკონცენტრირდეთ, ამ კუთხით შემიძლია ვთქვა, რომ სავი იქმნება იქიდან გამომდინარე, რომ ის არის ძალიან სპეციალიზებული თითოეული კლიენტის მიმართ. ჩვენი მთავარი იდეა და მიზანი არის, რომ არ გქონდეს უნიფიცირებული მიდგომა კონკრეტული პროექტის განხორციელების პროცესში და ჩვენთვის ყველა კლიენტი არის ინდივიდუალური, უნიკალური და მე ვფიქრობ, რომ
ჩვენი კლიენტებიც ამას ხედავენ. ჩვენ გვაქვს მხოლოდ პარტნიორული დამოკიდებულება მათთან, რაც იმას ნიშნავს, რომ ზუსტად იგივენერად ვიზიარებთ იმ საჭიროებებს, რაც ჩვენს კლიენტებს აქვთ. კი ბატონო. ხატია, კიდევ ერთ კონკურენტზე მინდა რომ მკითხოთ, რომელიც ბოლო პერიოდში განსაკუთრებით ყველა ინდუსტრიაში იკვეთება დასაქმებულებისთვის, დამსაქმებლებისთვისაც, მოკლედ, ზოგადად სფეროს და გამონაკლისი არც ბიზნეს საკონსულტაციო მიმართულება არის, ხელოვნური ინტელექტს გულისხმობს და განსაკუთრებით, როდესაც საქმე ეხება ხოლმე კონსულტირებას, იგივე იქნება ბიზნესის, საფინანსო, საბუღალტრო თუ ნებისმიერი სხვა მიმართულებით ისმის კითხვები და ჩნდება HR-ები, რომ რაღაცა დროის გარკვეულ პერიოდში, შეიძლება დღეს და ხვალ არა, მაგრამ ხელოვნური ინტელექტი აი ამ სფეროში დასაქმებულებს თანდათანობით ჩაანაცვლებს. რა ხდება, აი დღეს არსებული სტატუს კო რას გვიჩვენებს? რამდენად რეალურია ეს საფუძვლიანია ეს HR და როგორ გესახებათ მომავალი ტექნოლოგიების განვითარების კვალდაკვალ? ძალიან საინტერესოა და ნამდვილად არის კონკურენტი, თუმცა ვფიქრობ, რომ ესეთი კარგი გამოყენება ჭირდება ამ ინსტრუმენტს. ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე და ალბათ მომავალშიც ასე ვიფიქრებ, რომ საკონსულტაციო ბიზნესის სრული ჩამონაცვლებელი ვერ იქნება ხელოვნური ინტელექტი. ნუ ყოველ შემთხვევაში სავიზე ნამდვილად ესე ვფიქრობ, რომ ვერ იქნება. ამის თქმის საფუძველს მაძლევს ზუსტად წეგან რაც ავღნიშნეთ ჩვენი ინდივიდუალური მიდგომა თითოეული პროექტის მიმართ. ჩვენ არ გვაქვს უნიფიცირებული რაღაც მეთოდები, რომლითაც ვიტყვით, რომ ეს შეიძლება ხელოვნური ინტელექტის მიერ ჩანაცვლებადი გახდეს. ასე რომ ეს პარტნიორული დამოკიდებულება ჩვენს კლიენტებთან მგონია, რომ არ იქნება მარტივად ჩანაცვლებადი. თუმცა ამით იმის თქმა არ მინდა, რომ ჩვენ არ ვიყენებთ ხელოვნური ინტელექტს. კოლაბორაცია რამდენად მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ თუნდაც კონკურენტული უპირატესობა შეინარჩუნოს. ნამდვილად ვიყენებთ მეტიც ძალიან აქტიურად, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი სფეროსთვის საკმაოდ ღირებული ინფორმაცია შეიძლება ამით დავაგენერიროთ და მივიღოთ. მაგალითად, კვლევის პროცესში ეს გვეხმარება, რომ მაქსიმალურად ავითვისოთ არსებული ინფორმაცია ბაზარზე, გავაუმჯობესოთ თუნდაც მონაცემების შეჯერება, დავაიდენტიფიციროთ ახალი საინფორმაციო წყაროები და ვთქვათ ამ წყაროების სანდოობაზე დავსვათ კითხვები. შესაბამისად, ხელოვნური ინტელექტი არის ერთ-ერთი მექანიზმი იმისთვის, რომ ჩვენი სერვისი უფრო ალბათ მოკლე დროში განვახორციელოთ და უფრო ეფექტურად. კი ბატონო, და ხატია ბოლოს მინდა რომ შევაჯამოთ, ცოტა დრო დაგვრჩა და ბიზნესის სტრატეგიული განვითარების ნაწილში ახლა რა ნაბიჯების გადადგმა მოიაზრება თქვენგან? 2025 წელი შეიძლება ითქვას, რომ ჩვენთვის იქნება საერთაშორისო ბაზარზე ალბათ უფრო პოზიციების გამტკიცების წელი, ესე ვიტყოდი. ამ მიმართულებით ვფიქრობთ, რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი საერთაშორისო პროექტების ფარგლებში გავხდეთ წამყვანი პარტნიორები, რომლითაც დავეხმარებით ბიზნესებს უფრო გლობალურ ბაზარზე მოიკიდონ ფეხი, ესე ვთქვათ. ამასთანავე ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი არის ჩვენი პარტნიორული ურთიერთობების გაუმჯობესება. აქამდეც აქტიურად ვფიქრობდით ამ ნაწილზე და 2025 წელიც არ იქნება გამონაკლისი. და ასევე მნიშვნელოვანი არის კვლავ უზბეკეთის ბაზარი. უზბეკეთის ბაზარი ჩვენთვის არის პრიორიტეტი და ჩვენი მიზანი არის, რომ იქაც პოზიციები გავიმყაროთ და ჩვენი პორტფელი მაქსიმალურად გავზარდოთ. შესაბამისად, ეს არის ჩვენი გეგმა 2025. ამბიციური გეგმებით, მიზნებით ხდებით უკვე ამ წელს და ძალიან მიხარია ის, რომ ვითარდებით წინ მიიწევთ და ტემპს არ აგდებთ. პრინციპში, რაც უკვე ბევრი წლის წინ აკრიფეთ და ძალიან დიდი მადლობა ხატია დევაძე, სავის აღმასრულებელი დირექტორი იყო ჩვენთან ერთად.